51 ამოცანა. მუდმივი 0,3 მეწამ კვადრატ აჩქარებით მოძრაობმა მატარებელმა 100 მეტრის სიგრძის უბანი 20 წამში გაიარა. განსაზღვრეთ მატარებლის სიჩქარე ამ უბნის დასაწყისსა და ბოლოში, თუ მისი სიჩქარე ამ უბანზე იზრდებოდა. ჩავწეროთ მოცემულობა. აჩქარება უდრის 0,3 მეტრ წამ კვადრატს. გავლილი მანძილი S არის 100 მეტრი. დრო არის 20 წამი. უნდა ვიპოვოთ საწყისი და საბოლოო სიჩქარეები. V0 არის კითხვის ნიშანი და V არის კითხვის ნიშანი. დავწეროთ გავლილი მანძილის ფორმულა. S არის V0TS პლუს AT კვადრატ ნახევარი. აქედან V0T არის S მინუს AT კვადრატ ნახევარი და V0 ტოლი იქნება S მინუს AT კვადრატ ნახევარი შეფარდებული ტესტთან. შევიტანოთ მნიშვნელობები. V0 არის 100 მინუს 0,3 20-ის კვადრატი, ესე იგი 400, ეს გაყოფილი 2-ზე და შეფარდებული 20-თან. ნახოთ რა გამოვა, ესე იგი 100 მინუს 0,3 გამრავლებული 200-ზე, 0,3 გამრავლებული 200-ზე, შეფარდებული 20-ზე. ეს და ეს წავა. ესე იგი ეს არის 100 მინუს 60 გაყოფილი 2-ზე, ეს არის 42-ზე 2 მეტრ წამი. ხოლო საბოლოო სიჩქარე იქნება V0 პლუს AT. V არის ესე იგი 2 პლუს 0,3 20-ზე, ეს არის 2 პლუს 6 გამოვა 8 მეტრი წამში. 52 ამოცანა. საწყისი სიჩქარის გარეშე დაშვებულმა მოთხილამურემ 20 მეტრის სიგრძის ფერდობი 10 წამში გაიარა. ფერდობის შემდეგ კი მოძრაობა გააგრძელა ჰორიზონტალურ უბანზე და 40 მეტრი მანძილის გავლის შემდეგ გაჩერდა. მიიჩნიეთ, რომ გზის ორივე მონაკვეთზე მოთხილამურე თანაბარ შენელებულად მოძრაობდა და განსაზღვრეთ აჩქარების მოდული ფერდობის დაშვებისას, სიჩქარის მოდული ფერდობის ბოლოს, აჩქარების მოდული ჰორიზონტალურ უბანზე მოძრაობისას. დავხატოთ სურათი, რაღაც ეგეთი რამე იყო. ეს არის ფერდობი, აქ იყო მოთხილამურე, უსაწის სიჩქარით დაეშვა, მერე ჰორიზონტალურ გზაზე მოძრაობდა და გაჩერდა. ეს არის 80 მეტრი ფერდობის სიგრძე და 10 წამში დაეშვა. დავწეროთ, რომ ეს პირველი არის 80 მეტრი, T არის 10 წამი. ხოლო ჰორიზონტალურ უბანზე 40 მეტრი გაიარა. S2 არის 40 მეტრი. გვეკითხებიან, ესე იგი აქ აჩქარებას აქ და აჩქარებას აქ. აქ შენელებული მოძრაობა იყო. და ასევე გვეკითხებიან აი ამ წერტილში სიჩქარეს. პირველ რიგში აჩქარებას ამ პირველ უბანზე ვიპოვით ესეთი ფორმულით. S1 არის AT კვადრატ ნახევარი. არის 2 S1 შეფარდებული T კვადრატზე, ესე იგი, ეს აპირველით აღვნიშნოთ ეს აჩქარება. ეს იქნება, რიცხვითი მნიშვნელობა შევიტანოთ, 2-ჯერ 80 შეფარდებული 100-ზე, T კვადრატი რადგან 10 წამი არის, 160 100-ზე არის 1,6 მეტრ წამ კვადრატი. სიჩქარე აი ამ ფერდობის ბოლოს არის A პირველი გამრავლებული T-ზე. T პირველზე, ეს T პირველი იყოს.
ესე იგი, რიცხვითი მნიშვნელობები შევიტანოთ 1.6 გამრავლებული 10-ზე, გამოვა 16 მეტრი წამში. ეხლა ეს მეორეუბანი არის, ასე ვთქვათ, აქ მოძრაობა არის შენელებული. რა დროში მოხდა, ესე იგი, ეს არ ვიცით, ერთადერთი ვიცით, რომ 40 მეტრი გაიარა. ამიტომ ესისთვის შეგვიძლია დავწეროთ ფორმულა ესეთი. საშუალო სიჩქარის ფორმულით ვისარგებლოთ. საწყის სიჩქარე არის აი პირველი უბნის საბოლოო სიჩქარე 0 არის, შეფარდებული 2-ზე, გამრავლებული T2-ზე. აქ მე ვისარგებლე ფორმულით. ეს არის V საშუალო გამრავლებული T-ზე. და საშუალო სიჩქარე თანაბარ ანაჩქარებული ან შენელებული მოძრაობის დროს არის V0 პლუს საბოლოო შეფარდებული 2-თან. საწყის სიჩქარე ემთხვევა ფერდობის ბოლოს საბოლოო სიჩქარეს, საბოლოო სიჩქარე 0 არის, რადგან გაჩერდა, ამიტომ ესეთი ფორმულა მიიღება. ასე რომ S მეორე ტოლი არის V პირველის ნახევარი გამრავლებული T2-ზე, აქედან T2 შემიძლია ვიპოვო 2-ჯერ S2 შეფარდებული V1-ზე, შევიტანოთ მნიშვნელობები, ეს გამოვა 80 გაყოფილი V1-ზე, 16-ზე და გამოვა 5 წამი. გარდა ამისა, შემიძლია ვისარგებლო ფორმულით V არის V0 მინუს AT, რადგან შენელებული მოძრაობა არის. საბოლოო სიჩქარე 0 არის, გაჩერდა აი აქა სხეული, ამიტომ 0 უდრის V0 არის, ესე იგი, 16 მინუს A2 გამრავლებული 5-ზე. აქედან A2 5-ზე უდრის 16, ესე იგი A2 არის 16 მეხუთედი. ეს გამოვა 3.2 მეტრ წამ კვადრატი. 53 ამოცანა. ავტომობილმა თანაბარი მოძრაობისას 400 მეტრი მანძილი 20 წამში გაიარა. რისი ტოლია ავტომობილის ბორბლის ბრუნვის სიხშირე, თუ მისი რადიუსი 50 სანტიმეტრია. თანაბარი ჩავწეროთ მოცემულობა, რომ S იყო 400 მეტრი, T არის 20 წამი, რადიუსი ბორბლის არის 50 სანტიმეტრი, ანუ 0.5 მეტრი. რისი ტოლი არის ბორბლის ბრუნვის სიხშირე, ნიუ არის კითხვის ნიშანი. ჯერ დავადგინოთ რა სიჩქარით მოძრაობდა ავტომობილი. ეს არის S გაყოფილი T-ზე. ესე იგი, ეს არის 400 გაყოფილი 20-ზე, გამოვა 20 მეტრი წამის სიჩქარით მოძრაობდა. მეორე მხრივ, ეს გადატანითი მოძრაობის სიჩქარე უდრის წილით სიჩქარეს. წილით სიჩქარე კი არის ომეგა გამრავლებული რადიუსზე, ან 2π ნიუს ტოლი. აქედან ნიუ გამოდის V წილითი სიჩქარე შეფარდებული ხო აქ ერი 2π ნიუ ერი, ესე იგი შეფარდებული 2π R-ზე. წილით სიჩქარე ჩვენ დავადგინეთ, ეგ არის 20 შეფარდებული 6.28-ზე გამრავლებული 0.5-ზე. ეს რიცხვი გამოთვალეთ, ამდენი იქნება წამი მინუს 1 ხარისხად. მეოთხე ამოცანა. განსაზღვრეთ თანაბრად მბრუნავი ჯალამბრის ლილვის ბრუნვის სიხშირე, თუ მისი რადიუსი არის 20 სანტიმეტრი, ხოლო თოგვზე დაკიდებული სათლი წამში 50 სანტიმეტრ მანძილს გადის. ჩავწეროთ მოცემულობა, ესე იგი R1 არის 20 სანტიმეტრი, ანუ 0.2 მეტრი. დრო თუ არის, ესე იგი 1 წამი,
მანძილი L არის 50 სანტიმეტრი და ბრუნვის სიხშირეს გვთხოვენ. ნიუ არის კითხვის ნიშანი. ნუ აქ თოკის მოძრაობის სიჩქარე, აი კასრის მოძრაობის სიჩქარე ემთხვევა თოკის ესე იგი წილით სიჩქარეს. ასე რომ V იქნება L შეფარდებული T-სთან, ანუ ეს არის 0.5 შეფარდებული 1 წამთან, ესე იგი 0.5 მეტრი წამში. და ლილვის ბრუნვის სიხშირეს გვეკითხებიან. ესე იგი მეორე მხრივ V არის 2π ნიუ გამრავლებული R-ზე. აქედან ნიუ არის V შეფარდებული 2π R-ზე. ანუ 0.5 6.28 R არის 2 მეტრი 0.2 ეს იქნება წამ მინუს 1 ხარისხად. 55 ამოცანა. ორი ნივთიერი წერტილიდან პირველი ბრუნავს 10 სანტიმეტრი რადიუსის, ხოლო მეორე 50 სანტიმეტრი რადიუსის წერტილზე. განსაზღვრა პირველი წერტილის ცენტრისკენული აჩქარები შეფარდება მეორე წერტილის ცენტრისკენულ აჩქარებასთან. თუ მათი ბრუნვის პერიოდები ერთნაირია, მათი წილითი სიჩქარეები ერთნაირი არის. ესე იგი, აქ მოცემულია, რომ R პირველი არის 100 სანტიმეტრი, ეს არის 1 მეტრი და R მეორე არის 50 სანტიმეტრი, ან ნახევარი მეტრი. აქ რამოდენიმე ვარიანტი არის და გვეკითხებიან A პირველის A მეორესთან შეფარდებას ცენტრისკენული აჩქარებების. პირველ შემთხვევაში ბრუნვის პერიოდები ერთნაირი არის. ამიტომ ასთვის შეგვიძლია ვისარგებლოთ ფორმულად A არის ომეგა კვადრატ გამრავლებული R-ზე, ომეგა არის 2π შეფარდებული პერიოდზე, ეს კვადრატში გამრავლებული R-ზე. ამიტომ A პირველი იქნება 2π შეფარდებული T-სთან კვადრატში R1, A მეორე არის 2π შეფარდებული იგივე T-სთან კვადრატში გამრავლებული R2-ზე. ასე რომ A პირველის A მეორესთან შეფარდება უდრის R პირველის R მეორესთან შეფარდებას და ეს გამოვა 2-ის ტოლი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პერიოდები ერთნაირი არის. ეხლა მეორე შემთხვევაში წილით სიჩქარეები არის ერთნაირი, V1 არის V2. მაშინ ცენტრისკენული აჩქარებით ვისარგებლეთ ფორმულით V კვადრატი შეფარდებული R-ზე. A პირველი იქნება V კვადრატი R1-ზე, A მეორე არის V კვადრატი შეფარდებული R2-ზე, A პირველის A მეორესთან შეფარდება გამოვა R2 R1-თან. ეს იქნება 0.5. 46. რამდენჯერ მეტია კედლის საათის წამების ისრის ბოლო წერტილის წილითი სიჩქარე წუთების ისრის ბოლო წერტილის სიჩქარეზე, თუ წუთების ისარი სამჯერ გრძელია წამების ისარზე. ესე იგი, L წუთების არის სამჯერ L წამების. ეხლა რაც შეეხება პერიოდებს, პერიოდი წამების ისრისა არის 1 წუთი, ხოლო პერიოდი წუთების ისრისა არის ესე იგი 1 საათი. ანუ ეს არის 60 წუთი. და რამდენიმე ბოლო წერტილების სიჩქარეების შეფარდებას გთხოვენ. V1-ის V2-თან. V1 იყოს. ხო, დავწეროთ ესე იგი V არის ომეგა გამრავლებული R-ზე. ესე იგი V პირველი იქნება 2π T პირველი R პირველზე, V მეორე არის 2π T მეორე R მეორეზე. V პირველის V მეორესთან შეფარდება გვექნება R პირველი R მეორესთან T მეორე T პირველთან. შევიტანოთ R პირველი არის სამჯერ უფრო გრძელი, ვიდრე R მეორე 3 R2 R2-ზე,
ხოლო ტეების შეფარდება 1/60-სთან არის. ტე ესე იგი 2/60 ტე1. 60 ტე2. ესენი გაიკვეცება, გამოვა 3/60, ანუ 1/20. ორმოცდამეშვიდე ამოცანა. ავტომობილის ძრავას შკივის ბრუნვის სიხშირე 3000 ბრუნი წუთშია. რამდენ ბრუნს გააკეთებს შკივი ავტომობილის მიერ 45 კილომეტრი მანძილის გავლისას, თუ იგი 90 კm/სთ სიჩქარით თანაბრად მოძრაობს. მოცემული არის, ესე იგი, n ბრუნვის სიხშირე არის 3000 ბრუნი წუთში და გავლილი მანძილი S არის 45 კილომეტრი, სიჩქარე V არის 90 კm/სთ. ვნახოთ ჯერ თქვა და რამდენ ბრუნს შეასრულებსო. ესე იგი, ჯერ დავადგინოთ რამდენი დრო დაჭირდება აი ამ 45 კილომეტრის გალვას. T იქნება S გაყოფილი V-ზე, ანუ ეს არის 45 გაყოფილი 90-ზე, ეს არის 1/2 საათი, ნახევარი საათი. ნახევარი საათი ეს იგივე რაც 30 წუთი და რადგან ჩვენ გვაქვს მოცემული ბრუნთა რაოდენობა 1 წუთში, ეს იგი n დიდი იქნება n პატარა გამრავლებული t-ზე, ანუ 3000 გამრავლებული 30-ზე. ეს იქნება 90,000 ბრუნი. 42 ამოცანა. ერთმანეთად უჭიმავი ღვედით დაკავშირებული ორი შკივიდან პირველის რადიუსი 40 სანტიმეტრია, მეორესი 25 სანტიმეტრი. რისი ტოლია მეორე შკივის ბრუნვის სიხშირე, თუ პირველი შკივის ბრუნვის სიხშირე 50 ბრუნი წამშია. მიიჩნიეთ, რომ ღვედი შკივზე არ სრიალებს. ჩავწეროთ ესე იგი მოცემულობა, რომ ესე იგი 40, ხო, მერვე ამოცანა არის, ესე იგი. ხო, ესე იგი R პირველი არის 40 სანტიმეტრი, R მეორე არის 25 სანტიმეტრი. N1 არის 50 ბრუნი წამში და გვეკითხებიან რისი ტოლი არის N2. ეხლა ამ შემთხვევაში მათი წირითი სიჩქარეები ტოლი არის. იმიტომ რომ ერთ და იგივე თოკით არიან დაკავშირებული. ეს იგი V პირველი უდრის V მეორეს. V პირველი არის ω1 R1 უდრის ω2 R2-ს. 2π N1 R1 უდრის 2π N2 R2. 2π-ები გაიკვეცება და N2 ტოლი იქნება N1 R1 შეფარდებული R2-ზე. N1 არის 50, R1 არის 40 გაყოფილი 25-ზე, ესენი გაიკვეცება 2 გვექნება და 80 ბრუნი წამში გამოგვივა. 49 ამოცანა.